რაც ზიანს მაყენებს ფიზიკურად, ფსიქიკურად, ემოციურად, ინტერნეტ დამოკიდებულება, სკროლვაზე და დამოკიდებულება, არაჯანსაღი ურთიერთობები, ყველა დამოკიდებულ ადამიანს მაინც აერთიანებს ემოციური არასჯანსაღი. მძიმე ნარკოტიკები, ფსიქოლოგიური წყენა, გაღიზიანება, ეჭვი, მუდმივად დანაშაული და სირცხვილში ცხოვრება. როგორ ვიპოვოთ წყარო? ცოტა რომ ჩავხმარდით. გავალ წინაპრებში და ცოტა შორს სავალთ. პირდაპირ ურთიერთობა უჭირს ადამიანს და გადარჩენის სტრატეგიას ირჩევს. ადამიანი, რომელიც არ ენდობს ამბავს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმპტომი შინაგანი დიალოგი. ჩვენ ხო პატარა მანქანები გვაქვს თავში, რომელიც არასოდეს არ ჩერდება. ეს არის მუდმივი ხმაური, ორგოლიკი და ჰეროინზე დამოკიდებულ შორის განსხვავება არ არის. შინაგანად ერთნაირად ავადარიან. ურთიერთობაში აქვს პრობლემა. მოგესალმებით ტრანსფორმაციულ ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. დღეს ჩვენ საუბრობთ ტრანსფორმაციაზე, დღეს ჩვენ საუბრობთ ცვლილებებზე, ისევ იმ ცვლილებებზე, რომლებიც იწყება შიგნით. და დღეს ჩვენ საუბრობთ დამოკიდებულებებზე, მიჯაჭვულობებზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის დამოკიდებულებებიდან გამოღვიძებამდე და დღეს ჩემი სტუმარი არის ბატონი ნუგზარ ძიძიგური. ბატონ ნუგზარს აქვს დიდი გამოცდილება ამ ნაწილში, პიროვნული განვითარების ნაწილში, ტრანსფორმაციულ პროგრამებში და მოგესალმებით ბატონო ნუგზარ. სალამი, მოგესალმები, მივესალმებით თქვენ მსმენელს, მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ ზოგადად რა ხასიათი აქვს დამოკიდებულება. დამოკიდებულება. კარგი, დამოკიდებულება, ესე ვთქვათ, პირველ რიგში, როცა ვსაუბრობ დამოკიდებულებაზე, იგულისხმება არაჯანსაღი ნაწილი. ჩვენ როგორც ასეთი ყველა ვარ დამოკიდებული რაღაცაზე, ხო? აგერ ახლა ზაფხულია, რომ მოვდიოდი, ესე მოვედით, ხლად მაცვია. დიახ. რადგან ჰაერის ტემპერატურაზე ვარ დამოკიდებული. დიახ. სამთარში თბილი ქურთუკით ვნახავთ. და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ მაზიანებს მე. ჩვენ როცა ვსაუბრობ დამოკიდებულებაზე, მოდი ასე შევთანხმდეთ, იგულისხმება არაჯანსაღი მხარე. ანუ დაავადება, დამოკიდებულება, როგორც დაავადება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე, რასაც ვაკეთებ სიტყვაზე და რაც ზიანს მაყენებს ფიზიკურად, ფსიქიკურად, ემოციურად და მაინც ვაგრძელებ ამის კეთებას. მოდი მარტივად რომ თქვა, ახლა ვცდილობ უბრალოდ გამარტივებულად ვისაუბრო. თქვენ კიდევ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოწყვეტინე, ჩამეკითხე და უფრო ცოცხალი საუბარი წარმართოთ. რა თქმა უნდა. ახლა ხშირად არის, რა განსხვავება დამოკიდებული, არა დამოკიდებული, ხო? დამოკიდებულება როგორც დაავადება, ჯანსაღი, არა ჯანსაღი. ხო, ყველაზე ისეთი მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, დამოკიდებულება შეიძლება იყოს ნივთიერება, არა ნივთიერება. კიდევ გავყოთ, ხო? ნივთიერება ახლა ბევრისთვის გასაგებია, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ესეთი რაღაცეები, არა ნივთიერება შეიძლება იყოს ქსევითი, აზარტული თამაში, ინტერნეტ დამოკიდებულება, სკროლვაზე და დამოკიდებულება, არაჯანსაღი ურთიერთობები და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრი გამოვლინება. ანუ რეალურად ამათ შორის ადამიანის ნივთიერება თუ არა ნივთიერება განსხვავება არ არის. შინაგანად ყველა დამოკიდებულ ადამიანს მაინც აერთიანებს ემოციური არასჯანსაღი. ანუ ძირში, ფუნდამენტში ყველა არის ემოციურად არაჯანსაღი. და არის მე ესეც ვამბობ, რომ ნარკოტიკები, სხვა ფსიქოლოგიური შინაგანი ნარკოტიკები მდგომარეობა ადამიანის, რომელიც იმყოფება, აი მძიმე ნარკოტიკები, ფსიქოლოგიური წყენა, გაღიზიანება, ეჭვი, მუდმივად დანაშაული და სირცხვილში ცხოვრება, ადამიანი მომავლის ეშინია, წარსულს მიტირის, გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ეგ ყველაფერი არის დეფექტები, რაც ახასიათებს დამოკიდებულებას. ემოციურად არაჯანსაღია ეგ ძირში დებს და შემდეგ არის უკვე მიჯაჭვულობები, გაქცევის საშუალებები, ადამიანი ან ნივთიერებას მოიხმარს, ან ზედმეტად მიჯაჭვულია რაღაცაზე, თანაც ხედავს რომ ეს ანგრევს მას. ფიზიკური ჯანმრთელობა უბუჭდება, ფსიქიკური უბუჭდება, ემოციურად არ ძნობს თავს ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ვერაცნობიერებს ამას. ვერაცნობიერებს, ოჯახის წევრები უკმაყოფილოა, მეგობრები ეუბნებიან რომ რაღაც ისე ვერ ხდება მის თავს, მაგრამ თვითონაც ხდება რაღაცას, მაგრამ ვერ ცვლის თავის მდგომარეობას.
ეს თქვენ რაც ჩამოთვალეთ, უფრო არის ახლანდელი სიმპტომები, რატომ არის დღეს ადამიანი ცუდად უკვე და არა ჯანსაღი მდგომარეობა, მაგრამ როგორ ვიპოვოთ წყარო, საიდან მოდის ამის სიმპტომების წყარო რა არის და რატო ჩნდება? წყარო, ხო, მე ისეთი კითხვები ხშირად არის, ხო, საიდან იწყება, ხო, რა არის? ესე რომ თქვა, ალკო დამოკიდებული სანამ დალევდა პირველ ჭიქას, ის იყო ალკო დამოკიდებული, ანუ თვითონ ნივთიერება არ ხდის. ანუ მას ხდის თავის ხასიათის დეფექტები. მაგრამ ეგ ხასიათის დეფექტები საიდან მოდის, რომ ვთქო? ნუ ხშირად ასე არის, იმეორებენ მანტრასავით, ხო, 0-დან 7 წლამდე ყალიბდება რაღაცები. მაგრამ ეგ 0 რაღა გააჩნია რა დონეზე ჩაუღრმავდებით. მაგრამ ცოტა რომ ჩაუღრმავდეთ, გავალ წინაპრებში და ცოტა შორს წავალთ, ხო? ცოტა ხო? აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი გააჩნია, რა დონეზე ვსაუბრობთ, რა დონეზე უღრმავდებით. ყავს კიდევ დედის მამის მხარეთ ჯიში, ჯილაგი, მაგათი ქმედებები, ისტორიული, სოციო-კულტურული მოცემულობები ადამიანი შემოდის ამ სამყაროში. ამ სამყაროში რომ შემოდის, ჯერ ორსულობის პერიოდი, დედა როგორ გრძნობდა თავს, როგორ აღიქვამდა სამყაროს, რა დონეზე ბედნიერი იყო, არ იყო, ნუ აღქმა ჰქონდა. ანუ სანამ მოევლინება ოჯახური მდგომარეობები, ხო? კი, რა თქმა უნდა, სანამ მოევლინება ამ სამყაროს, მას უკვე რაღაც გარკვეული ისინი აქვს მოცემულობები, ხო? და დედის როლი არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, გარემოს როლი, სადაც იზრდება. ეს პარტნიორები რა დონეზე ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, როგორი ურთიერთობა რა დონეზე ეს დესტრუქციული ოჯახი თუ არა, დესტრუქციული ოჯახი ჩაშლა ცალკე თემა. აი ხშირად არის მოდიან და ესეც აღიქვამენ, რომ ოჯახში ყველაფერი წესრიგში იყო. თითქოს არანაირი პრობლემა არ იყო. მაგრამ რომ იწყებენ მუშაობას, თუ ადამიანი ვინც არის დამოკიდებული, მე პირადად არ მინახავს, რომ ყველაფერი ჰარმონია და წესრიგი ყოფილიყო ყველგან. იქ არის რაღაცეები, რა თქმა უნდა, თანაც დამოკიდებულება ესა მრავალფაქტორივი, ხო, ბევრი ფაქტორია აქ. ჩვენ ვერ ვიტყვით უბრალოდ 1-2. ძალიან ბევრი რაღაცა. კი ბატონო, მე მაქვს გავლილი 12 ნაბიჯის პროგრამა თავადაც გავიარე და ეს იყო დისფუნქციური ოჯახის მიმართულებით და კარგად რომ წავიკითხე რას ნიშნავს დისფუნქციური ოჯახი, მივხვდი რომ საქართველოში 98% დისფუნქციური ოჯახია. ფაქტიურად ნებისმიერ ოჯახში არის რისკი იმისი, რომ შვილი შეიძლება იყოს რაღაცაზე დამოკიდებული და რეალურად ეს უფრო მეტად არის რაღაცნაირი ტკივილისგან გაქცევა, ხო? ტკივილთან თვალებში ჩახედვა და პირდაპირ ურთიერთობა უჭირს ადამიანს და გადარჩენის სტრატეგიას ირჩევს რაღაცნაირს ამ დამოკიდებულების სახით, ხო? კი, არის გაქცევა, რა თქმა უნდა, გაქცევა არის. ერთგვარი დაძაბულობა იზრდება. თუ ძალიან არ ჩაუღრმავთ, თუნდაც დედა ორსულობის პერიოდი დაძაბული იყო, ბედნიერი არ იყო. შემოვიდა ბავშვი ამ სამყაროში, ახალ სამყაროში გადმოდის ერთ სამყაროდან მეორე სამყაროში. უკვე რაღაც მოცემულობა. მან გაუღიმა ამ სამყაროს თუ არ გაუღიმა. მოდი ასე ვთქვათ, როგორ აღიქვა აქმაში ეს გარემოიღებს დიდ როლს. ზოგმა აღიქვა რომ საშიშია, ბრძოლა საჭირო გადარჩენისთვის და ზოგმა აღიქვა უბრალოდ გაუღიმა და ნუ არის ეს ემდო ნახე, რა დონეზე ემდო სამყაროს არ ემდო. აი დამოკიდებულები, მიჯაჭვულობები, არაჯანსაღი გამოვლენებები რომ ვთქვათ, ეს არის ის ადამიანი, რომელიც არ ემდო ამ სამყაროს. ხო. დაიძაბა ფსიქიკა დაიშალა ნაწილებად და მიდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმპტომი შინაგანი დიალოგი. აი შინაგანი დიალოგები ასევე ყველა დამოკიდებულს ახასიათებს, ეს მტკივნეული დიალოგი თითქოს მუდმივად ჩართულია შიგნით რაღაცა. ეს ყველას გვაქვს. ეს ყველას გვაქვს ჩართული. საერთოდ ამბობენ ეს ყველას გვაქვს, მაგრამ სიტყვა ყველა მაინც არ უნდა ვთქვათ, ყველას არ აქვს. ნუ უმრავლესობას აქვს. შინაგანი დიალოგი? ან მუდმივად შინაგან დიალოგში ყოფნა. ხო, მუდმივად შეიძლება არ, მაგრამ როცა ცნობიერების აქტში ჩვენინებით შევდივართ, მაგ დროს შეგვიძლია რაღაცა დოზით გამოვხდოთ ეს შინაგანი დიალოგი, მაგრამ
ჩვენ ხო პატარა მანქანები გვაქვს თავში, რომელიც არასოდეს არ ჩერდება და მარიკა მუშაობს. გეტყვი რომ სპეციალისტი თუნდაც ვეთყვი. სულ ნახე ეს არ წმონებულება. აი სწორედ პიროვნული ზრდის პროცესზე რომ გადავალთ ვეთყვი ამას. ეგ რწმენები უბრალოდ. როცა ამბობს ადამიანი ხშირად ამბობს მე ასეთი ვარ, ცხოვრება ესეთია, ხო? ცხოვრება წვალება. ჩვენ მუდმივად ჩართულია მანქანა შეგნით. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ეძებდნენ იმას, თუ ვინ საუბრობს თავში. ეგ ასეთ პირველად ფილოსოფოსებმა დასვეს კითხვა, თუ ვინ არის იქ არის და რაღაცა ურთულებს ადამიანის ცხოვრებას. შინაგანი დიალოგი მიდის. არის გამიჯნოს როცა საერთოდ არ არის შეგიძლიათ რომ გააჩეროთ ფიქრები თავში. ნახე გააჩეროთ, მე საუბრობ, მოდი ვთქვათ იმაზე, რის პირადი გამოცდილებაც მაქვს. მეც მუშაობ ჩემ თავზე, ყველა ეს სამუშაო პროცესია და რაც ჩემ პირადი გამოცდილება მაძლევს საშუალებას მაგ დონეზე ვისაუბრებ. არის მუდმივად ჩართული ხმაური, არის როგორ არის ესეთი მდგომარეობა, ეგ მდგომარეობა უბრალოდ ყველას აქვს, ოღონდ ზოგს შეიძლება წამიერად მეტი, ზოგს უფრო მეტი, ზოგს უფრო ნაკლები და ასე შემდეგ, როცა ბარიერები ქრება სიყვარულის მომენტში, როცა რაღაცეთ აღფრთოვანებული ხარ. აგერ რომ გამოვდიოდი, ამ ქუჩაზე სხვათა შორის პირველად ვიღავი, ხო? ხშირად დავდივარ ესე. მაგრამ კონკრეტულად ამ ადგილზე რაღაც ეგ სიახლე იყო, სხვა корпуსი, ყვავილებია რაღაც ისა და იმ მომენტში ხარ. ბავშვური ცნობის მოყვარეობა. იმ მომენტში რომ ხარ, აი მომენტში როცა იმყოფი, იმ დროს გაჩერებულია. ის კომენტატორი თავში ვინც საუბრობს გაჩერებულია. და თუ ხარ ცნობიერად იმ მომენტში და ის გაჩერებულია და აღიქვამს სილამაზეს. ხო? ჰარმონიას. ჩვენ არ ვამბობთ ახლა შავ-თეთრი აზროვნება გადასვლა ან სულხან ან საერთოდ არ ხარ. ეგეც არაჯანსაღი აზროვნება. მაგრამ უბრალოდ აი ეგ მომენტები რომ გაზარდო, მომენტში ყოფნა ისწავლო. ეგა დამოკიდებულება ჩვენ რომ ვამბობთ. ანუ აქაც არის დაავადების ხარისხები დავარქვათ, არასიჯანსაღის ხარისხები. ზოგს აქვს ძალიან დიდი, ზოგს უფრო ნაკლები, ანუ ძალიან დიდი, რომელიც გადადის როგორც დაავადებაში, როგორც დაავადება რომ დავარქვათ. ეს არის მუდმივი ხმაური. ანუ მუდმივად ის კონცენტრირებაც არ შეუძლია ადამიანს, როცა რაღაცას აკეთებს, პერიფერიულად საუბარი გრძელდება. ანუ იქ მაინც გრძელდება. ხშირად ამბობენ მედიტირება არ გამომდის. აი ერთ-ერთ სავარჯიშოებთ თუნდაც მედიტირების გაკეთება და ასე შემდეგ. ყოფადი მდგომარეობა, უფრო ქართული სიტყვებით რომ თქვა. ხო და ამიტომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ის რაც სიცოცხლეს უფუჭებს ადამიანს და ზოგს რწმენა ერთგვარ რწმუნებულება ესეთი, რომ ეგ ნორმა ესე უნდა იყოს. ჩვენ ყველა ესეთი ვართ, ადამიანი ესეთია. ხო და იცით რა, რეალურად ჩვენ თვალში გვხვდება ხშირად ის რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ნარკოტიკზე დამოკიდებულება არის საზოგადოებისთვის მიუღებელი და სწორედ ამის გამო ესეთი ადამიანები რაღაცნაირად გამიჯნული არიან თითქოს და ლუდომანებიც. გამიჯნული არიან აი ამ დამოკიდებულების ხარისხი მათთვის სხვანაირია, მაგრამ იგივენაირი დამოკიდებულება არის, მაგალითად და იგივენაირი აშლილობა არის საქმეზე დამოკიდებულება, ვორკოჰოლიზმს, რასაც ვეძახით, შოპოჰოლიზმი, რასაც ქვია, ესეც გაქცევის სტრატეგიებია, ხო და ასევე ემოციებზე დამოკიდებულება, სადაც ადამიანი იკარგება და თავის და სხვა პიროვნების გამიჯნას ვეღარ აკეთებს აქ და ოღონდ ეს ნაწილი თითქოს ვორკოჰოლიზმი მიღებულია საზოგადოებისთვის და არ ითვლება ასეთი სახის აშლილობად, მაგრამ მას თვითონ სერიოზული დისკომფორტი აქვს ადამიანს, როცა მდგომარეობაში. მოდი ვთქვათ, აი თუნდაც ვორკოჰოლიკი. ახლა საზოგადოებაში პირიქით გმირია, ფული შემოაქვს, ხო? აზარტული მოთამაშე იმაში ფლანგავს. ამას შემოაქვს თითქოს ოჯახში. ვორკოჰოლიკი და ჰეროინზე დამოკიდებულ შორის განსხვავება არ არის სინამდვილეში შინაგანად. ეს ბევრი ვინც გაიგებს პირველად ამ ინფორმაციას შეიძლება აღშფოთდეს, თქვას რომ ეგ როგორ არის შესაძლებელი ასე შემდეგ. ანუ ორივე ნივთიერებაზე დამოკიდებულიც და მუშაობაზე დამოკიდებულიც შინაგანად ერთნაირად ავადარიან.
ანუ ორივე არის ემოციურად არაჯანსაღი მდგომარეობა. ერთი უბრალოდ ესეთნაირად გაურბის თავის თავს, მეორე სხვანაირად მუშაობაში. ისმის შეკითხვა კი, მაგრამ ახლა ვორკოჰოლიზმი თითქოს ჯობს, ხო? გასაგები ის თავს მაინც არ იკლავს ნარკოტიკები და აგერ მუშაობს და ასე შემდეგ. და სხვას მაინც არ აზიანებს. და სხვას მაინც არ აზიანებს და მოდი ორი სიტყვა ვთქვა, აზიანებს თუ არ აზიანებს. ის აზიანებს და თანაც სერიოზულად. არ ჩანს რომ აზიანებს. მოდი ვთქვათ, როგორ აზიანებს. ჩემთან ბევრი ასეთი მოსულა მშობელი, რომელიც ფიქრობდა, რატომ ყავს ესეთი შვილიო. ბევრი აკადემიკოსები, პროფესორები არ ვიცი, გამომგონებლებია თავისი პროფესიაში ესეთი ცნობილი ხალხი მოსულა ანონიმურადაც. აი ჩვენ მე ესეთ ადამიანს ცხოვრებაში ნარკოტიკი არ გამისინჯავს, ჩემი შვილი რატომ არის ესეთი? ეგ რატომ არის? ახლა თუ ასაკში არის პირდაპირ ვერ ეტყვი და უსმენ, მაგრამ რომ გაესაუბრები ადამიანს ის ვერ ხდება, მაგრამ სწორედ იმიტომა თუ მან მთელი ცხოვრება თავის სამუშაოს მიუძღვნა, კონცენტრირებული იყო ერთ რაღაცაზე, ხო? ასეთი ადამიანი აზიანებს ოჯახს, გარემოს, საკუთარ თავს, ოღონდ აი როგორ აზიანებს. ემოციური კავშირი ოჯახთან, შვილებთან არ აქვს. ის ესეთი ადამიანი ემოციურად თავის თავსაც არ იცნობს. ადამიანი, რომელიც თავის თავს ემოციურად იცნობს, თავის თავთან ახლოსა, თავის თავს ახლა იღებს და უყვარს, ცოტა მაღალი დონეებია, მით უმეტეს თუ უყვარს, ის არ იქნება მიჯაჭვული 24 საათი რაღაცაზე. ცხოვრებას აქვს ბევრი სფერო და ბევრი მხარე. რეალობასაც ბევრი მხარე აქვს. ის კი ამ თელ მხარეებში ერთზეა კონცენტრირებული. ასეთი ადამიანი არის ავად. კარგი ნებისმიერი პროფესია მითხარი, თუნდაც. და თქვა ბანკერი მაგალითად. ბანკერი. ყველაზე ისეთია, შუაღამემდე მუშაობენ და მაგიტომ ხო. და თანაც ბანკერში თანაც შუაღამემდე მუშაობს. თან წარმატებულია ერთის მხრივ, მაგრამ აწყობილი აქვს საქმე, ბედნიერი ოჯახი დაიყოს, ხო, წესით. ხო და სტატისტიკაც არ უნდა დაგვერვება უბრალოდ რომ ცხოვრებას დააკვირდი, ასე შეიძლება ბევრი დასკვნა გამოიტანო. კარგი ბანკერი, რომელიც ვორკოჰოლიკია, ხო, მიჯაჭვულია. თვითონ პროფესიების თემა არა, ანუ ვორკოჰოლიზმზე მიდის. ზედმეტ მიჯაჭვლობებს საუბარი. ის მოვიდა სახლში. ჯერ მარტო შუაღამაზე მოდის, ხო? ესეც პრობლემაა. ესე იგი ძილის რეჟიმი დარღვეული აქვს. ადამიანი, ვინც თავის თავს პატივს სცემს და თავის ნერვულ სისტემას ძილის რეჟიმი მოსასრიგებული აქვს. მოდი ასე ვთქვა, ძილის რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მაგრამ კარგი მოვიდა სახლში. ხან შუაღამეს მოვიდა, ხან დღისით, ხან რაღაცა. ის როცა სახლში არის, როცა საჭმელს ჭამს, აქ ცოლ-შვილია თუნდაც, ის არის თავის საქმეებთან. ეგ რაღაც საქმეებზე ფიქრობს. ურთიერთობების დროს, აი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება დამოკიდებულებში, რაც უჭერთ, ესა ურთიერთობები. აი ნებისმიერ დამოკიდებულს და სადაც არის მიჯაჭვულობები, ურთიერთობაში აქვს პრობლემა. ეს უბრალოდ ფაქტია, მე არ ვიცი, ძალიან დიდი გამოსწრება მაქვს დაკვირვების, მოდი ასე ვთქვა. თქვენ ხელში სტატისტიკაც კი გავიათ, ხო? აი სულ ურთიერთობა იქ რაღაც ისე ვერა ყოველთვის. ხო და არაჯანსაღი და რატომ არის? ჯანსაღ ურთიერთობაში არის ღრმა ემოციური კავშირები ადამიანებს შორის. აქ ემოციური კავშირი ვერ დამყარდება. ის როცა სახლში არის თავის ცოლ-შვილთან თუ ქმარ-შვილთან, ის არის ისევ იმ ბანკში. ნახე, ადამიანი ყველაზე მეტ ზიანს ბავშვი იღებს სხვათა შორის. ის ბავშვი იმ დროს რომ მოძრაობს, ის ხვდება რომ მისი მშობელი მასთან არ არის. ნახე, ჩვენ ურთიერთობის დროს, როცა ურთიერთობთ ადამიანები, სიტყვებით გადმოეცემა ინფორმაცია ჩათვალე 30%-მდე, მაქსიმუმ. ზოგი კვლევები 7-8%-საც ამბობენ და გააჩნია მიდგომები, მაგრამ აი 30%-მდე. დანარჩენი 70% სხვა არხებითაა, ბავშვი ვერ მოატყვილებ. მოდი ასე ვთქვათ, ის აღიქვამს. შენ ყალბი ხარ. ყალბი ხარ, ემოციური კავშირი არ დგება ურთიერთობებში. ემოციური კავშირი რომ არ დგება, მას მარტოსულობა უნვითარდება. დამოკიდებულ ადამიანებს მარტოსულობა აწუხებთ. ზოგი ცნობიერად ხდება, მაგრამ თუ მუშაობენ ქვეცნობიერად, არის ეგა სიცარიელე დატკევილი ერთგვარი ადამიანის, რომ ადამიანი თითქოს ცხოვრობს, მაგრამ იტანჯება. ეგ არის ტანჯვა. აი კიდევ რომ გავმიჯნოთ ტკივილი და ტანჯვა. ტკივილი ახლა ჩვენ
ბიოლოგიური არსება ვართ, მტკივილს ყველგან ისწის, ხო? ტანჯვა სხვა ამბავია. ტანჯვა არის სწორედ ადამიანი, რომელიც იტანჯება, ის ეჯაჭვება რაღაცას. მას არ შეუძლია, აი ასე, მოდუნდეს, მოდი რომ ვთქვა ეს, მიმღებლობა კონდეს, მოусმინოს. ახე, სიყვარულის დონეზე ასვლა კიდე უფრო მაღალი დონეა და უბრალოდ როლებშია. ახე, ამ დროს ვორკოჰოლიკიც შინაგანად ხდება, რომ რაღაცას აკლებს სხვებს, თუნდაც ოჯახს და გადავარდნილი არის თავით რაღაცაში და არის როლში. თუ ამ დროს ფული მაინც ხომ მოვაკაი. აი ხშირად არის ესეთი. ან საზღვარგარეთ გადაიხვეწა, ნუ გასაგებია ახლა ცხოვრება, თავის ისინი აქ სერტულეები. მაგრამ ზოგი ამბობს, მე ხო იმას ფულს უგზავნიდი, აი მშობლებმა რომ იციან ხშირად, ხო? მე ბავშვს ეჭვებია. გაჭმევდი, გასმევდი, შეუმადური ხარ და აჭმევდი, ასმევდი და თანსაც მოვსყიდულობდი, ნუ ახლა ეს მშობელი თუ აღარ ისედაც უნდა გაკეთებდი. მაგრამ ნახე და უკვირს რა დაგაკელი, მაგრამ აი აქ ამ თავარი მომენტი დააკლო. სინამდვილეში დააკლო. თავარი საჭიროებები არ დაუკმაყოფილა. თავარი საჭიროებები, ემოციური კავშირი არ ქონდა. სიყვარული არ ქონდა, მიმღებლობა. სხვის მაგებრად ცხოვრება, ხო აქ ბევრი თემებია. ჩვენ ახლა ყველაფერს ვერ ჩავშლით ესებს საუბრობ ზედაპირულად, მაგრამ ნახე, აი ეგ არის ყველაზე ისეთი ფუნდამენტური და მთავარი ადამიანებს შორის, ანუ ერთმანეთს არ იცნობენ. აი ხშირად არის თავის თავზე მუშაობას რომ მიწყებენ, მე აღმოჩენა რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ. უბრალოდ როლური იყო, ყალბი იყო, ზედაპირული იყო. არა მარტო ერთმანეთს არ იცნობდნენ, საკუთარ თავს არ იცნობენ. ნახეთ, მე ხშირად მიწევს, როდესაც ჩემთან მოდიან ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები, მე თქვენთან ვამისამართებ, არ ვემუშავებ მათ, იმიტომ რომ ვიცი, რომ თქვენთან სისტემურად მუშაობთ ამაზე და გარემოსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იქ უფრო მეტად სწრაფად გაივლიან ამ პროცესს. მაგრამ ჩემთან ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულებას ვერ არჩევენ სიყვარულისგან. თანადამოკიდებული ურთიერთობის ნაწილი, როდესაც ადამიანს გონია, რომ სიყვარულია, ამ დროს რეალურად ეს არის მიჯაჭვულობა და ამ ემოციებზე დამოკიდებულება და აქაც არის ძალიან დიდი ბზარი რეალურად შინაგანი კონფლიქტია, რომ ადამიანს გონია, რომ ეს არის სიყვარული, მაგრამ რეალურად სიყვარულთან არაფერი კავშირი არ არის, ამ ნამდვილი კავშირი არ არის აქ. ნამდვილ კავშირსა და თანადამოკიდებულ ურთიერთობას შორის რამხელა განსხვავება, როცა იქ თავისუფლების ნამდვილი კავშირი სადაც არის, იქ არის თავისუფლების დიდი ხარისხი და იქ არ არის შიში. და აქ, როცა თანადამოკიდებული ურთიერთობაა, შიშს მიყავს მთელი პროცესი. კონტროლის მექანიზმის სადავეების ხელში აღებას ახარჯავს მთელ ენერგიას ადამიანი და სადღარჩება ადგილი ნამდვილი კავშირისთვის და ნამდვილი სიყვარულისთვის და ურთიერთობისთვის და თქვენ ნახეთ, აი თუ ავიღებ თანადამოკიდებულ ურთიერთობას, თანადამოკიდებულის მთავარი ნარკოტიკი არის კონტროლი, ესე ითვლება. ახლა თუ არის ალკოდამოკიდებული ადამიანი, გასაგებია მის მთავარი ნარკოტიკი, ესე ალკოგოლია, ერთსა. მთავარი პრობლემა და თანადამოკიდებულის კონტროლი, გაკონტროლების მცდელობა. ნახე და თანაც სხვათა შორის რაც უფრო აკონტროლებს მის სიჩქუით, მით უფრო გაუკონტროლებელია ყველაფერი. ანუ კონტროლის ილუზია, რა თქმა უნდა და არა როგორც ასეთი კონტროლი. მეტიც პირიქით იწვევს უფრო მეტად იწვევს იმას, აქ შიშია იმისი, რომ არ გაიქცეს მეორე ადამიანი და მარტოობის შიში არის და თავისი ქცევით და ამ ზედმეტი კონტროლით პირიქით იმას აკეთებს, რომ მეორე ადამიანს წასვლა უნდა და დატოვება უნდა და აპროვოცირებს თავისი ზედმეტი კონტროლით იმდენად ბოჭავს მეორე ადამიანს, რომ ნამდვილი კავშირი აღარ მყარდება და იმას პირიქით გაქცევა უნდა. აი თანადამოკიდებული რომ ამბობ თუნდაც დედაშვილი მეუღლეები და ასე შემდეგ, აი მეუღლე დამოკიდებული ადამიანის მეორე ნახევარი. მას ხშირად ესე გონიათ, ნუ თქვათ გოგო თანადამოკიდებული, ნუ მაინც უფრო ხშირად
სოციალური და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ესე არის, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? კაც და ქალს. შეიძლება ისიც იყოს თანადამოკიდებული. მოდი ავხსნათ საზოგადოებისთვის რას ნიშნავს თანადამოკიდებული. თანადამოკიდებული, ხო, ემასაც ვფიქრობდი ახლა მსმენელს რა ტიპის მსმენელი ყავს და რა დონეზე გაცნობიერებულია, ისეთ რა თემაშებიან და უფრო გასაგებიანით რომ ვთქვათ. დამოკიდებულია, თანადამოკიდებული ტერმინს რო ვამბობ ჩვენ, სინამდვილეში თანადამოკიდებულიც არის დამოკიდებული. როგორც ასეთი იგივე დეფექტები გააჩნია. თანადამოკიდებულად იგულისხმება ემოციურად მიჯაჭვული ადამიანი. აი დამოკიდებულ ადამიანზე, ვინც არის ემოციურად მიჯაჭვული, ის არის თანადამოკიდებული. ეგ შეიძლება იყოს მეუღლე, შვილი, კოლეგა სამსახურში, მეზობელი, ნათესავი და ნებისმიერი ის ხო კონკრეტულად თანადამოკიდებული არ ნიშნავს ზოგს მეორე ნახევარი გონია უბრალოდ ამას. ანუ რეალურად აი გოგო ვთქვათ არის თანადამოკიდებული. მას თანადამოკიდებულად მისი მეუღლე არ ხდის. ანუ სანამ გოგო გათხოვდებოდა, მას ჰქონდა ხასიათის გარკვეული დეფექტები. ანუ ის მანამდე თანადამოკიდებული იყო. თანადამოკიდებულება არის გარკვეული დეფექტების ქონა. და დაბალი შინაგანი თვითშეფასება, თანადამოკიდებულს ყველას აქვს დაბალი თვითშეფასება. და სხვათა შორის ხშირად არიან პერფექციონისტებიც. და სწორედ ამიტომ არიან პერფექციონისტები, აი ხშირადაა თანადამოკიდებული კონტროლი, პერფექციონისტი, სამსახურში იდეალურად ყველაფერს აკეთებს, თითქოს ყველაფერი. შეიძლება ბევრი რამე მოახერხოს, მაგრამ ერთი რაღაც დააგდება. ყველაფრის უფლებას აძლევს ასეთი ადამიანი ერთის გარდა, რომ იგრძნოს, ქალი იყოს, ბედნიერი იყოს. შინაგანი თვითრეალიზება მოახდენოს ეს ყველას უნდა ისედაც. ანუ რეალურად ბედნიერი არა. მას შეუძლია ნიღბები შექმნას, სოციალური ცხოვრება შექმნას. სოციუმში იტყვიან, რომ გარკვეული რაღაც წარმატებულია და ძალიან ხშირად ბევრი ესეთი რომ წარმატებულია ეძახიან, მინახავს თუ ჩემთან მუშაობის დროს როგორ უბედურად გრძნობენ თავს და ეს უბრალოდ ნიღბებია, ფასადია, გარედან ჩანს ეს ყალბია. და ადამიანი ამ სიყალბის შენარჩუნებაში ბევრს წვალობს. და შინაგანად მარტოსულია და უბრალოდ, წვალობს რა, ერთზე. თუმცა ცხოვრების სხვა ვარიანტებიც არსებობს, ხო? და მას ასე გონია მე რომ დაიმშვიდოს თავი, ალბათ ცხოვრება ესეთია. ან თავისნაირ შეადარებს თავს, აი ეს ხვებიც ხო ესეთები არიან. ამ ბოლო იტყვის ყველა ასია. ხშირად არ არის ყველა ასე მეგობრებო. შეიძლება არსებობს ბევრი მდგომარეობები. არსებობს მიმღებლობის ჰარმონია, როგორ არა. უბრალოდ კი საზოგადოების უმრავლესი ნაწილი, ამოცემულობებში არის ამ სადომაზოხისტური მდგომარეობას ვეძახი მე. ანუ აქ ბედნიერება, ჰარმონია და კარგი არაფერი არაა. მერე ზიანდებიან ბავშვები და ასე ეს გადამდებია. ასევე თაობიდან თაობაზე გადადის, სანამ წყვეტა არ მოხდება. თუნდაც აი ორი სიტყვით რომ თქვა დამოკიდებული, თანადამოკიდებული. სიმპტომატიკა, აი დამოკიდებულის აზრები არის ნარკოტიკის გარშემო. თანადამოკიდებულის აზრები არის მისი მეუღლის გარშემო. დამოკიდებული ადამიანი დოზების გაკონტროლებას ცდილობს. თანადამოკიდებული ცდილობს ადამიანის გაკონტროლებას. დამოკიდებული დროთა განმავლობაში უფრო ნეგატიურად აღიქვამს სამყაროს და დამანგრევალ ემოციებშია. თანადამოკიდებულიც დროთა განმავლობაში უფრო ნეგატიურ ემოციებშია და უბედურად გრძნობს თავს. დამოკიდებულს ხასიათის ცვლილება აქვს, სულ უფრო მეტია ესეთი საქანელები. ხან ეიფორია, ხან ტკივილია, ნახე, ეიფორია ტკივილში მოძრაობს. თანადამოკიდებული ეიფორია ტკივილში მოძრაობს. ხან იმედებს შეიქმნის, აი ახლა სხვანაირად იქნება, რაღაცა დაგეგმა თითქოს და დაინახა იმავე წრეზე მიდის. აი ეგ წრეზე სიარული არის სწორედ ერთ-ერთი სიმპტომი. ამიტომ თუ დაინახა ადამიანმა, რომ თავის ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა სად არის ეს პრინციპში. უბრალოდ რაღაც წრეზე დადის. აი იბრძვის და იმავე წრეზე მოვიდა. ამ დროს უნდა ითხოვოს დახმარება. ესე იგი პრობლემა აქვს. პრობლემა აქვს და თავისი გონებით მას ვერ გადაჭრის. გვერდიდან დახმარება ჭირდება.
იმიტომ არა რომ ინტელექტი არ ყოფნის, ეს არ არის ინტელექტის პრობლემა, უბრალოდ IQ-ს და ასე შემდეგ. პირიქით შეიძლება მაღალი ქონდეს IQ-ს და ის. მაგრამ ემოციური ინტელექტის პრობლემა აქვს. ემოციურად არაჯანსაღია. და ისეთ ნარკოტიკებზე ზის, უფრო გასაგები რომ იყოს რომ თქვა, როგორც წყენა, აი წყენა არის ძალიან მძიმე ნარკოტიკი. ჩავთვალოთ. ჩათვალე თუ ერთ ადამიანზე მაინც ნაწყენი ხარ, მდგომარეობაში შინაგანი სამყარო არის პარალიზებული. ანუ პარალიზებული ხარ შენ ვერ ცხოვრობ. და ზიანზე რომ ისაუბრეთ, რა ზიან როგორ არ მოგაგზიან, შენი თავისთვის და გარემოსთვის მოგაგზიანი. აუცილებლად, ეგ არის ზიანი. გარედან არ ჩანს უბრალოდ. გარედან არ ჩანს, ვერ ხვდება სოციუმი და ხო ვერ ხვდებიან უბრალოდ. ახლა თვითონ დამოკიდებულება ნივთიერება უფრო ადვილია ჩანს და მიხვდები, მაგრამ აქ უფრო ფარულია. უფრო ფარული პრობლემაა. რაზეც ვისაუბრეთ, ესე იგი, მთავარი სიმპტომი არის მაინც არაგულწრფელობა, სიყალბე, დამალვა იმისი, თუნდაც ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც ვორკოჰოლიკები არიან, შიგნიდან კარგად არ არიან, მაგრამ ამის შენიღბვას აკეთებს ადამიანი სამაგიეროდ, ამ ნაწილში ვარ წარმატებული. სამაგიეროდ აქ მაქვს მიღწევები და აი ამ მიღწევებზე დამოკიდებულიც ხდება მერე ადამიანი, იმიტომ რომ ნახეთ, ამ მიღწევას მიეჯაჭვა, სხვაგან სიცარიელი აქვს, ამაში მიხვდა რომ შეუძლია რომ რაღაცას მიაღწიოს, მიაღწია რაღაცას, მაგრამ მერე მოდის ისევ დიდი სიცარიელე და სასწრაფოდ ჭირდება ახალი მიზანი, ახალი მიღწევისთვის, რომ ამ სიცარიელესთან შეხება არ კონდეს მას და ხო ესეა ეგრეთ წოდებული ოსკაროსნის სინდრომით დაავადება. ხო, აი ეს ბავშვობიდანაც ვლინდება. სხვათა შორის აი ბავშვს პრობლემა აქვს, შეგვიძლია ვთქვა, ზედმე გამოვლენა ესეთი მძაფრი, ნუ რა თოჯინა უნდა მაღაზია, აი თოჯინა მიყიდეთ ეგ თოჯინა. და უნებიან ხვალ გიყიდიან რაღაცა ერთი კვირა გადამულატიერის მხოლოდ თოჯინა აქ თავში, აი თოჯინა, უყიდეს თოჯინა. და ინტერესი დაკარგა. ან მალე დაკარგა ზოგიერთებს რომ ვეუბნები ამას. ნუ გავიდა ერთი კვირა ან ერთი თვე, დაკარგა ინტერესი. ზოგი მეუბნება რა ერთი თვე პირდაპირ უცებ კარგავდი ესეთებიце. და მერე უკვე სხვა რაღაც ახლა ველოსიპედი უნდა. ის ფიქრობს აი ველოსიპედი რომ უყიდონ ის ბედნიერი იქნება. ველოსიპედი უნდა და დადის რამდენიმე თვე. სიტყვაზე ან ერთი თვე, სამი თვე. არის უცებ უყიდიან ისეთიც, ხო? ზედმეტის რუნვა კიდევ ცალკე პრობლემა სხვათა შორის სერიოზული თანაც, რაც სიყვარულში ეშლებათ, სიყვარული და ზედმეტის რუნვა სხვადასხვა რაღაცაა და ხშირად ეშლებათ. უყიდეს ველოსიპედი. გამოიკატავა, ან ერთი კვირა იკატავა, დაკარგა ინტერესი. აი მანქანა რომ ყავდეს. და ესე მიდიან და ადამიანი აი საიდან ეს გამოვლინაში არ შეუძლია რომ შეირგოს. ხო? მერე იახტაც იყიდა და აღმოაჩინა ველოსიპედი რომ არ ყავდა და როგორი უბედური იყო, იგივე უბედური არის, ოღონდ იახტა ყავს. და აი აქ მოდის კრიზისი, უბრალოდ ოსკაროსნის სინდრომს რომ ამბობთ. ყველას აქვს თავისი ზღვარი, ესე რომ თქვათ. აი ყველაზე დიდ ზღვარს თუ აღწევს მის წარმოდგენაში, აი აქ დგება სერიოზული კრიზისი. ხო, მერე უკვე აღარაფერი მისაღწევი თუ არ აქვს, მოდის დიდი სიცარიე. ხო, მერე არის რჩება თავის თავთან. ნახე, აი ეგ არის სწორედ ადამიანი რა დონეზე უბედურია, მოდი ასე ცოტა მძაფრი სიტყვები რომ ეხმა, უბედურია უბრალოდ რომ მას იმედგაცრუება რატომ ქონდეს მანამდე ქონდა ილუზია მაინც რომ რაღაც გახდება ბედნიერს. ის რომ ამბობს, აი ეგ რომ ქონდეს, ანუ ესეც ცნობიერების დონეებში ერთ-ერთ დაბალი დონეა, აი დაბალ დონეებში არის ერთ-ერთი სურვილების დონე. ასე შედის დაბალ დონეებში ცნობიერების. აი ადამიანს რომ გონია რაღაც გახდეს ბედნიერს.
აი ეს რომ მქონდეს, მაშინ ბედნიერი ვიქნები. ამდენი ხელფასი დარწმუნებულიცაა, როგორ არ ვიქნები, ხო? აი ეგ რომ მქონდეს. ხო და ადამიანმა ეს კარგია, იმიტომ რომ მაგითი აღწევენ წარმატებას, სწორედ და მიღწევები ამას მოაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ბედნიერები თავის თავს შორდებიან და ბედნიერების ხარისხი იწევს ყველა. ამ დროს გარკვეული мотиваცია, თუმცა ეს არის ნეგატიური мотиваცია, ესეც სხვა თემა. არაჯანსაღი ადამიანები მოქმედებენ ნეგატიური мотиваციით. ჯანსაღი ადამიანები შინაგანად პოზიტიური мотиваციით, ანუ ნეგატიური мотиваცია რაღაციდან გაქცევის მცდელობა. ანუ რეალურად ყველა ეს მიჯაჭვულობები, ვისაც აქვს დამოკიდებულება და ემოციურად არაჯანსაღი ხალხია, მათი мотиваცია არის რაღაციდან გაქცევა. ჯოჯოხეთიდან გაქცევა. ჯოჯოხეთიდან გაქცევა სამოთხეში მისვლას არ ნიშნავს. ნახე, ანუ რეალურად რაღაცას გაურბიან. და ეგ არის მუდმივად რაღაცი, ნახე, მაგრამ საქმე იმაშია, რაღაცას რომ გაურბიან, ეს სწორედ ეგ არის. ეს რაღაცა თავისი თავია. თავის თავია და რაღაც მომენტი თუ ყველაფერმა გამოსწორება დაიწყო, კიდევ ერთ სიმპტომი ერთვება, თვით საბოტაჟი. ანუ რეალურად საქმეების ბოლომდე მიყვანა უჭირთ, ეგეც საინტერესოა. აი ზოგი ამბობს, აი мотиваცია დავკარგე უკვე რომ ბოლოსკენ მიდის. თითქოს რატომ? იმიტომ რომ ქვეცნობიერად იცის, რომ არ არის ეს მთავარი. კარგისთვის მზად არ არის ჯერ ერთი თვითგანადგურების პროგრამა ჩაერთო მაგ დროს. კი. იმიტომ და ის იცის ქვეცნობიერად რომ არ მოუტანს იმას. იმავე წრეზე უნდა წავიდეს. ნახე, თვით საბოტაჟია. ანუ რეალურად რომ თქვა, ყველა დამოკიდებულს ეშინია ბედნიერების და კარგად ყოფნის. საბოლოო ჯამში. ეს საინტერესოა. და თანა დამოკიდებულს. დამოკიდებულს და თანა დამოკიდებულს. ყველა ემოციურად არაჯანსაღს. მათ არც აწყობთ. ნახე, იმათ უბრალოდ არ ჯერა რომ შეიძლება იყოს თავისუფალი და ბედნიერი და ნუ ესე იცხოვროს რა. აი როგორც ამბობდი დიალოგის დატკბეს. ხო, რაღაც პერიოდები კონდე მიცეს უფლება თავს დატკბეს სილამაზით სამყაროთი, ენდოს სამყაროს. სამყაროს თუ არ ენდობი, არ ჩვენ თავს ენდობი, ასეთი ადამიანი, ნუ არ არის ბედნიერი, ხო? არც თავისუფალია, არც ბედნიერია. იტანჯება. ბედნიერება რა არის თქვენთვის? ახლა ბედნიერი რომ ამბობ, იტანჯება, ჰარმონიაში არ არის, მოდი ასე ვთქვათ. ახლა ბედნიერებას რომ შევეხეთ, მოდი პიროვნული ზრდისკენ გადავიდეთ უფრო, ხო? ესე დროც გადის ახლა ჩვენ ჩაწერის და ესა ნელ-ნელა რომ გადავიდეთ, ნახეთ ესე პრინციპში ბედნიერებაც არ არის მაღალი ცნობიერების დონე. ბედნიერებას რას ამბობს ადამიანი, ბედნიერი ვარ, როცა ნუ კარგი შეგრძნებებია, ყველაფერი კარგად ხდება, ხო? ხშირად მე ბედნიერად გრძნობ თავს. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მისი მოლოდინი და რეალობა თანხვედრაშია. უბრალოდ იმ მომენტში აღიქვამს კარგი შეგრძნებები აქვს. მაგრამ დილით ბედნიერია და შუადღეს უბედურია. ხო? დილით თითქოს უყვარს ვიღაც. ხო? ალი გაიცნო ან თავისი შეყვარებული ყავს უყვარ, შუადღეს დახჭობა უნდა. ხო და ნახე რაღაც ეს თემა უფრო მაღალი დონეა, მოდი ისევ განვითარებისკენ რომ წავიდეთ, შენი ცხოვრების აზრი იცოდე. ამიტომ ბედნიერებაზე მაღლა დგას ეგ. იმიტომ რომ შენი ცხოვრების აზრი თუ არ იცი, ჯერ შენ თუ არ იცი ვინ ხარ და საერთოდ რა დანიშნულება აქვს შენი ცხოვრების აზრი, ეგ ყველაფერი იქნება დროებითი, ილუზორული და წარმავალი. ანუ რეალურად ფსონს აკეთებ, რაც დროებითი და წარმავალია. და მხოლოდ დროებით წარმავალზე თუ მთელი ფსონი, ნუ ესეც ნორმალურია ყველაფერი. ნუ წამგებიანი პოზიცია, მოდი ასე ვთქვათ. საბოლოო ჯამში და მუდმივი დაძაბულობა. სანამ განვითარების ნაწილზე გადავიდოდეთ ბოლომდე ტრანსფორმაციულ ნაწილზე, როგორ იწყება პირველი ნაბიჯები, რა ნაბიჯებით იწყება გამოსვლა აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან და დამოკიდებულებასთან მუშაობის პროცესში პირველ რა ნაბიჯებს დგამს ადამიანი? საერთოდ პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის აღიარება. რომელიც ხო აღიაროს. ხშირად არის ესეთი მომენტებიც, როცა ან მეუღლემ, ან მშობელმა ვიღაც ძალით მოყავთ. ან თვითონაც მოვიდა, მაგრამ გარეგანი мотиваციაც არის გარეგანშინა გარეგანია. შიგნით არა, მისი არა. ხო? რაღაც პრობლემას გაურბის, ოღონდ ოჯახის წევრები გააჩუმოს. ხო? და ასეთ მეუღლე არ გაექცეს, ან კიდევ რაღაცა
იქ ვალებით ისა გადაუხადონ შობლებ, რაღაც გარეგანი мотивაციითაა და რაღაცა და წვალობს და ის. Ეგეც რაღაცა მოდი ვთქვათ, მაგრამ რეალურად უნდა იყოს შინაგანი мотивация. ამიტომ თავისი ფსკერი მიიღოს ადამიანმა. აღიაროს რომ პრობლემა აქვს. ერთ სიტყვით რომ თქვას. ძალიან მომეწონა ეს სიტყვა, თავისი ფსკერი მიიღოს ადამიანმა. კი, თავისი. ეს არის დანებების ხო ყველაზე უმაღლესი. ეგ სიტყვა ფსკერი ხშირად არის ეს განხილვა რა არის ფსკერი, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ასეთი კონკრეტულად ფსკერი არ არსებობს ასე ცნება, ყველას თავისი აქვს. კი. ხო? ერთისთვის ერთია, მეორესთვის მეორეა. თავისი რაღაც ფსკერი მიიღოს, რომ შინაგანად ცვლილება ჭირდება მას, ცვლილება. უბრალოდ გარეგანი ცვლილება მას არ უშველის. აი ეგა ტრანსფორმაცია ჭირდება. ტრანსფორმაცია, ანუ სიღრმისეული შინაგანი ცვლილება. და არა უბრალოდ გარეგანი რაღაც ცვლილება. ხო? შიგნით ესე ვთქვათ, ორი სამყაროა, შინაგანი, გარეგანი სამყარო. ხშირად გონიათ გარეგანი სამყაროთ, გარეგანის შეცვლა უნდა და სინამდვილეში ეგრე არ არის. გარეგანის რომ შეცვალო, ჯერ შინაგანი სამყარო იცვლება, ჯერ ჩემ შინაგან სამყაროში რაღაცა ვცვლი და გარეგანიც იცვლება. თავისით. შემდეგ ამბობენ რომ მოხდა საოცრება, ხო? აი საოცრება რა, ისეთ საოცრება არა, ეგ ბუნებრივი საოცრებაა, ხო? ლოგიკურიცაა, თანმიმდევრული და ესეა შენ შიგნით ცვლი. ჩვენ გარეთ ხდება იმის ტრანსლირება, რა ჩვენ შინაგან სამყაროში ხდება. და ამიტომ არის, ხო? ამითიც უნდა მიხვდეთ, ეგ სამუშაო პროცესი სწორედ იმიტომაა კარგი, რომ რეალურად ადამიანმა ნახოს მისი რწმენები. მისი ფასეულობა რა აქვს, რა რწმუნებულება აქვს, რა ღირებულებებით მოქმედებს, გადაწყვეტილებას როგორ იღებს, რა მექანიზმებით არის პიროვნული საზღვრები. საზღვრებთან პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ყველას ამ ყველაფერში პრობლემა აქვს. ამ ყველაფერში პრობლემაც აქვს, გაუცნობიერებელიც არიან, საერთოდ დაკარგული არიან. სიღრმისეული ტრანსფორმაცია გულისხმობს, მე ვინ ვარ. ხო? მე შინაგანად ვინ ვარ, სად ვარ, ხო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მაგრამ იწყება აღიარებით, რომ მას აქვს პრობლემა და ჭირდება დახმარება. დაახლოებით რა დრო ჭირდებათ ხოლმე ადამიანებს, რომ აი აქედან იმ შემთხვევაში თუ შინაგანი мотивация აქვს და ნამდვილად უნდა გადაწყვიტა და აღიარა, რომ პრობლემა მაქვს და აი მოვედი და აქ ვარ. ახლა გააჩნია ჩვენ ვიზებ საუბრობთ, ხო? კონკრეტულად თუ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანს თუ საუბრობთ, მან ჯერ ეგრეთ წოდებული ლომკა უნდა მოიხსნას, ხო? გააჩნია რა მდგომარეობაში არის ამისთვის ცალკე კლინიკები. ბევრი, ანუ შემდეგ ეს გადადის პოსტაბსტინენტურ სინდრომში. დავარქვათ ფიზიკური ტკივილი მოიხსნა, ფსიქოლოგიურ ლომკაში გადადის. რომელსაც გარკვეული პერიოდია, კრიტიკული და მწვავე პერიოდი. არის ამისთვის ასევე რეზიდენტული დახურული ცენტრები, სადაც გადიან მკურნალობას, მერე არის დღის ცენტრი, ასევე სადაც 3 თვე გადიან, დღის ცენტრი არის, პოსტპროგრამა არის, სადაც კიდევ 3 თვე გადის. და კონკრეტულად მე ვმუშაობ ტრანსფორმაციაზე, პიროვნულ ზრდაზე. კონკრეტულად ჩემთან პიროვნული ზრდის პროცესს აქ შეზღუდული არა, აქ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ჩემთან პიროვნულ ზრდაზე იაროს, ოღონდ პირობა არის იყოს ფხიზელი, ხო? და მზად იყოს ამ მოქმედებისთვის, ეგ შეზღუდული არ არის არავისთვის. ეგ პროცესი ჩემთან გასაუბრების შემდეგ, ხო, რა მდგომარეობაში როგორ მზადყოფნა აქვს და მე მაქვს 2 თვიანი კურსები, ის რამდენიმე ეტაპად იყოფა. და ამ 2 თვეში, მოდი ესე ვთქვათ, ეგ არის ზოგს 2, ზოგს 3 ეტაპი უნდა. თუნდაც ეგ 2 თვე, თუ ის იქნება გულწრფელი, თუ სერიოზულად ჩაერთვება პროცესში, თუ იმ დავალებებში ასრულებს, რასაც მივცემ, ანუ გამომყვება, მას აუცილებლად ექნება შედეგი. საერთოდ დაპირება არასწორი არის, ხო, ასე ადამიანს რაღაცა რომ დაპირდე რაღაცა. მე ვპირდები თანაც ვეუბნები, ხო? იმ შემთხვევაში თუ შეასრულებს ყველაფერს. ანუ პირდები რას ნიშნავს? ამას თუ გააკეთებ, უბრალოდ
გამორიცხულია რომ ცვლილება არ კონდეს, ხო? შეუძლებელია. ახლა ყველას აქვს თავისი ტემპი და თავისი ტრანსფორმაცია. სხვებს არ უნდა ედარო ჩვენ თავიდან გამომდინარე უნდა ვთქვა სად ვიყავით და როგორ ვიცვლებით, ხო? ასე შედარებებიც არაჯანსაღია. მაგრამ მას ცვლილება აუცილებლად ექნება და ყველაფერი იმას მიიღებს საბაზისოს რომ გაგრძელოს მუშაობა. ხო, ეგ სამუშაო პროცესია. ეს არ არის ჯადოსნური ტაბლეტი, რომ ადამიანს გადააყლაპოს სიტყვაზე ან რაღაც. და პასუხისმგებლობა ისწავლოს. აი, როდის იწყება კიდე? როცა აი რეალური ტრანსფორმაცია იწყება, როცა პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი თავის ცხოვრებაზე. ხო. რომ აი დაიწყებს, რომ თვითონ და დაანებებს დამნაშავეს ძიებას თავს. და გადაწყვეტს რომ თვითონ შესაძლებელია და იწყებს ამ ყველაფერზე მუშაობას. აი მაშინ აუცილებლად დაიწყება. სხვა შანსიც არ არის. და ამისი ძალიან ბევრი მაგალითებია. იმათთან ურთიერთობას გვაგრძელდება, მე აზიარებენ თავიანთ იმათ როგორ ხდება მეცხოვრებაში ჯგუფის წევრები, მე ჯგუფურად ვაკეთებ, ანუ ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამოტივირებენ ამ გზაზე, უზიარებენ თავიანთ რაღაცას და აი ახალი ურთიერთობები, ახალი ცხოვრება, ახალი რწმუნებულებები და ასე შემდეგ. თავარი, ესე იგი, პატარა შეჯამება რო გავაკეთოთ. დამოკიდებული ურთიერთობა არის იწყება არაგულწრფელობიდან, საკუთარი თავისგან გაქცევისგან, იმიტომ რომ ტკივილია, რომელთანაც შეხვედრა არ უნდათ, სიცარიელის განცდა, რომელთანაც შეხვედრა არ უნდათ და ამიტომ გაურბიან საკუთარ თავს და მიჯაჭულობები არის ძირითადი საჭიროებებზე მიჯაჭულობა. ძირითადი საჭიროება, რომელიც ბავშვობის დროინდელი საჭიროებები არ დაუკმაყოფილდათ, ამის გამო იწყება რაღაცაზე მიჯაჭულობა, ემოციაზე მიჯაჭულობა და ასე შემდეგ. და თუნდაც ურთიერთობების ნაწილში ადამიანებს გონიათ, რომ პარტნიორი შეუსებს სიცარიელეს და რეალურად ეს არ არის სიცარიელის შევსება, ეს არის დამალვა იმ სიცარიელის, თითქოს გადაფარვა ხდება, გადამალვა ხდება იმ სიცარიელის, იმიტომ რომ დამოკიდებულ და თანადამოკიდებულ ურთიერთობებში სიცარიელის შეგრძნება ისევ არსებობს, იმიტომ რომ ის ადამიანი თავის თავთან მაინც გრძნობს იმ დიდი სიცარიელის განცდას, რომელსაც ვერ გაურბის და სწორედ ამიტომ იწყებს ბრძოლას, რომ ეს სიცარიელე რაღაცნაირად გონია, რომ ხელოვნურად მეორე ადამიანის შეუსებს და მუდმივად ბრძოლის პროცესშია. გადავიდა ადამიანი დაუშვათ, დაიწყო იმითი, რომ მოვიდა და თქვა, აღიარა პირველ რიგში, რომ მე ვხვდები, რომ არ ვარ კარგად, მე ვხვდები, რომ ეს არ არის ჯამრთელი, მე ვხვდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქიმიურ პროცესებზე ვარ დამოკიდებული თუ ემოციებზე დამოკიდებული, ვხვდები, რომ ჩემი დამოკიდებულება ჩემს ცხოვრებასთან არ არის ჯანსაღი. და სურვილი აქვს ტრანსფორმაციის გავლის. როგორ იწყებს საკუთარ თავთან შეხვედრას? როგორც თქვით, ეს გაქცევა არის საკუთარი თავისგან გაქცევა, იმიტომ რომ იქ არ არის სხვა არავინ არ ერევა მის ცხოვრებაში რეალურად საკუთარ თავთან შეხვედრას და შინაგან ტკივილებს გაურბის ადამიანი, რომელსაც ვერ აცნობიერებს. როგორ იწყება შეხვედრა საკუთარ თავთან? საკუთარ თავთან როგორ იწყება? ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რას გავდივართ ამ კურსზე, ხო, როგორ გავდივართ. პირველ რიგში ადამიანი ეცნობა საკუთარ თავს. ანუ ეცნობა საკუთარ თავს, ერკვევა თავის აზრებში, ემოციებში, სურვილებში, ქმედებებში. ამის დაფიქსირებას იწყებს, დაკვირვებას, დაფიქსირებას, ასევე ჩვენ გავდივართ ჯანსაღი, არაჯანსაღი ყველაფერი. აზროვნება, ემოციები, სურვილები, როგორ გამსაზღვროთ, რა პარამეტრებით ხვდებით ერთად. ჯანსაღია, არაჯანსაღია და ასე შემდეგ. დაფიქსირება, შემდეგ ამაზე მუშაობა ჯანსაღია, არაჯანსაღია, რეკომენდაციებს იღებენ, ყველაფერზე არის რეკომენდაციების მიცემა, რომელიც უნდა დანერგონ თავიანთ ცხოვრებაში, შემდეგ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებზე მუშაობთ, როგორ იღებს, პასუხისმგებლობა იყოს და დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღება. რაც მათ უჭირს სამნიშნულოვანია, მე მუშაობთ მოთხოვნილება ღირებულებებზე, ხო? ანუ განსხვავება
შინაგანად მომწიფებელი პიროვნება უფრო მოთხოვნილებებით ფუნქციონირებს, მას დაუკმაყოფილებელი აქვს ეს მოთხოვნილებები, რომელიც არ დაუკმაყოფილდა და მთელი ცხოვრება ამის დაკმაყოფილებაში ატარებს და რაც უფრო მეტად ატარებს, მით უფრო ეგ სიცარიელი იზრდება. ანუ ერთგვარი სიცარიელი აქვს და შესაძლებლობის პანჯარა დახურულია, სადღაც ეგეთ სალკეთემებია კიდე ბავშვობაში, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც არ დაუკმაყოფილდა, ხო? შინაგანად სიცარიელი წარმოექმნა. მთელი ცხოვრება ამის დაკმაყოფილებაში მოანდომებს, მაგრამ სიცარიელი მხოლოდ გაიზრდება. ფასეულობებით ის ვერ იმოქმედ, მას არა აქვს, ან ყალბი აქვს, ან განუვითარებელი აქვს. სუპიროვნებებს ვიკვლევთ რა, ანუ საუბრობთ. შინაგანი ბავშვი მშობელის ზრდასრულის მდგომარეობები, რომლებსაც განუვითარებელი აქვთ და მხოლოდ მოთხოვნილებებით ფუნქციონირებენ. მოთხოვნილებებზე ესე იგი ვისაუბრებთ, ფასეულობებზე ვისაუბრებთ, რეკომენდაციები, ნელ-ნელა ექსავარჯიშოები და რაღაც ქმედებების კონკრეტული განხორციელება, რომელიც უნდა დანერგოს ცხოვრებაში, ამაზე მუშაობთ. შემდეგ საზღვრები, პიროვნული საზღვრები, ფსიქოლოგიური საზღვრები, სოციალური საზღვრები და პასუხისმგებლობის ზონები. ამაზე ვსაუბრობთ, დესტრუქციული ოჯახი, ხო? აი დესტრუქციული არა, ოჯახის ესე იგი რა ისინია სფეროები და ყველაფერი ამაზე მედეს მუშაობა. თუ დრო დაგჭირდა, აქ როგორ არის, იცი, გაჩნია ჯგუფი, აქ ჯგუფები განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს ხო ჯგუფურად ხდება. თუ ჯგუფი კარგად მოდის, არის ზოგიერთი ძანისა, მერე კიდე ურთიერთობა, წყვილებს შორის ურთიერთობა რაღაცებიც შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა ურთიერთობაზე მაქვს ცალკე ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ურთიერთობაა. ოღონდ ჩემი რეკომენდაციით ეს უნდა გაიაროს, რომ ის უკეთესად შეითვისოს. კი ბატონო, და როდესაც ადამიანი უკვე დაუბრუნდა თავის თავს, როცა უკვე დაიწყო ჰარმონიასთან შეხება, იწყება შეხებით ალბათ, ხო? დაიწყო ჰარმონიასთან შეხება, თავის თავთან შეხება და თავის თავთან ურთიერთობა, ეს სიცარიელი აღარ აშინებს, აღარ გაურბის საკუთარ თავს, შიშებთან შეხვედრა შეუძლია და საკუთარ თავთან სიჩუმეში ყოფნა დისკომფორტს აღარ უქმნის. და შეუძლია უკვე რომ დარჩეს მიაყურადოს თავის თავს, თუნდაც იგრძნოს ტკივილი იმ ტკივილთან ურთიერთობასაც სწავლობს და იწყებს იქვე თავის თავთან ანალიზის კეთებას და შესაძლებლობა კოუჩინგიც და ფსიქოთერაპიაც მაგას აკეთებს, რომ საკუთარ თავში ზრდის იმ ავტორიტეტს, რომელიც თვითონვე აკეთებს მის რეაბილიტაციას. თავისივე პატარა ბავშვის და ბავშვის ხმას უსმენს, თავისივე თავში აქვს ის ზრდასრული ნაწილიც და იწყებს თავის რეაბილიტაციას და დარჩენას ამ ტკივილთან. სწორედ მან ხშირად შეიძლება შემოვიდეს საკუთარ თავთან ჯანსაღ დისკუსიაში შესვლა. და ჯანსაღ დიალოგში შესვლა საკუთარ თავთან, სადაც ადამიანი აღარ გაურბის უკვე ამ სიჩუმეს, თავის თავთან დიალოგს, სიცარიელის შეგრძნება აღარ არის, ნელ-ნელა ქრება, იმიტომ რომ მეგობრობას იწყებს საკუთარ თავთან და მარტო დარჩენაც უკვე დისკომფორტს აღარ ქმნის და სიმარტოვის შიშიც ნელ-ნელა ქრება, იმიტომ რომ რეალურად კარგად რო ჩავუხმავდეთ ადამიანები, ყველა მარტო მოვედით ამ სამყაროში და მარტო ვართ და მარტო გავალთ ამ სამყაროდანაც და ესეც ილუზია, სიმარტოვის შიშიდან გამომდინარე ვქმნით რაღაცა სისტემებს, რომ მარტო არ ვიგრძნოთ თავი. და ბოლომდე საკუთარ თავს, როდესაც უბრუნდება ადამიანი, ხვდება, რომ შესაძლებელი არის, რომ მარტოც კარგად იგრძნოს თავი. აქ უკვე ბალანსი მოდის მარტო ყოფნასა და სოციუმთან ურთიერთობას შორის და ხშირად ხვდებიან ადამიანები, როდესაც პიროვნულად იზრდებიან, რომ გაიზარდა ჩემ თავთან ურთიერთობის და სახლში მარტო ყოფნის და საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დრო გამეზარდა და უკვე დისკომფორტსაც აღარ განვიცდი.
და ამის მერე როგორია აი ამ თავისუფლებაში ცხოვრება. როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ხო, უკვე აღწერე ეს ცვლილება და ხარისხი, ახლა რასაც საუბრობდი, ეგ არის სწორედ მანიშნებელი ადამიანი რომ იზრდება. ახლა კონკრეტულად რომ თქვა არის კლასიკური კოუჩინგი, ესე ვთქვათ, რომელიც აწყობდა მომავალზე ორიენტირებული. თუ ასე კლასიკურად უბრალოდ კოუჩინგი რომ ვთქვათ, მაინც არის მიზნების მიღწევა. ანუ გარეგანი ფაქტორია ადამიანს მიზნების მიღწევას ასწავლიან გარკვეული კითხვების დასმით და ასე შემდეგ. და ტრანსფორმაცია, ჩვენ ვსაუბრობ ტრანსფორმაციაზე, ესა სიღრმისეული. ხო? აქ უკვე მიდის ის უბრალოდ მიზნის მიღწევა და დასმა და სად არის საით მიდის, ამ დონეზე არასაკმარისია, მაინც რომ ვთქვათ. სიღრმისეული შინაგანი სრული გარდასახვა ადამიანის, ახალი ადამიანის დაბადება. ანუ ძველი ადამიანი უკვე კარგად შეისწავლებს, ახალი უნდა დაიბადოს. ანუ ამ დონეზე მიდის საუბარი. სხვანაირად უბრალოდ ვერ მოხდება. სხვათა შორის ფსკერი რომ ვახსენეთ. ფსკერს მერე ბევრი არის მადლიერი რომ ფსკერი ქონდა ესეთი ცხოვრება რომ გავლო, ისინი მადლიერები არიან. რატომ? იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო ახალს ვერ მიიღებდნენ. ანუ ყველაფერს აქ თავის დადებითი მხარე. ამიტომ ეს ფსკერს და ადამიანს რომ გონია ძალიან უბედურია და ცხოვრება ასეთ საშინელებაა და როგორ არ გაუმართლა და ასე შემდეგ, მუშაობის შემდეგ ყველაფრის მადლიერი არიან. საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ახალ ცხოვრებას იღებს რეალურად, ის უკვე გაცნობიერებულია. ის უკვე თავის თავთან ჰარმონიაში ადამიანი რაც უფრო ჰარმონიაშია, საკუთარ თავთან თანხმობაშია, მით უფრო ნაკლები ხმაურია თავში. ხო, ეგ ხმაურიც აქედანა, იმიტომ რომ ისინი არ მიდის ყველა თავისას რომ იმაშვება. ჩვენი აზრები, ემოციები და სურვილები, აი დამოკიდებული არაჯანსაღი მდგომარეობა, ერთი აზრი მაქვს, სურვილი სხვა მაქვს და მესამე მოქმედებას ვახორციელებ. ხო, ისინი თანხმედრაში არ არიან. ესა ურთიერთსაწინააღმდეგო პროგრამები აქვს. წინააღმდეგობაში მოდიან და ადამიანი არის სტრესში. და ესენი თუ გამთლიანდა, უკვე შენი სურვილი, მოქმედება, რწმუნებულება, ყველაფერი თანხმედრაშია. უკვე მიმართულება მიეცა, ხო? აი მაშინ უკვე ჰარმონია, მაშინ იბადება სიყვარული და სილამაზე და ჰარმონია. ხო? აი მაშინ მშვიდდება ადამიანი. აი სიცარიელეზეც რომ საუბრობთ, სწორედ ეგაა სიცარიელია და ეს ტკივილია, ფესვი, მაინც ეგ ძირი, რომელიც მოყვება, მტკივნეულია, უნდობლობა, ხო? აი ძალიან ისეთია. აი აქა ეს მარტოსულობა და ასე შემდეგ. აი აქედან გამოსვლა, ეს ეგ არის ზრდის პროცესი. და სწორედ ამას ვაკეთებ და ახლა გარკვეულწილად ჩვენს კარგად ხვეს ახლა რაც საუბრე, ნუ ეგ პროცესია. იქ სანამ მივალთ, ნახე, აი ხშირად კიდევ ამბობენ, რომ ჯერ გარანტია არ მაქვს, ან რომ მივალ რას ნახავ. როცა ჯერ შენ მიდი, მე არ გეუბნები იმას რას ნახავ. მე შენ გზებს გასწავლი იმისი, რომ შენ თვითონ ნახავ ეგ. განიცადო, აღიქვა. და თანაც მნიშვნელოვანი ისიცა ისეთ რაღაცებს ვეუბნები, რაც ჩემ რწმუნებულებაშია. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ტრანსფორმაციული კოუჩინგის დროს, რასაც ადამიანს ესაუბრები და რაზეც მუშაობთ, შერწმუნებულებაში უნდა იყოს. შენ წარმოადგენლებში და თვითონ იყოს როგორ შეიძლება მაგაზე სხვა. მე ვსაუბრობ იმაზე, რის გამოცდილება მაქვს, რისი მჯერა და დარწმუნებული ვარ და თანაც ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, ხო, ვინც მომყვება ამ პროცესში ყოფნა. ნახე, ჩვენ ყველა ერთმანეთს გამსწავლობთ. აქ არა უბრალოდ რომ ვიღაცა გასწავლის და რაღაცა მასწავლებელი ხარ. ეგრე არა. კოუჩინგის პროცესში თითოეული კლიენტისგან ვსწავლობ ძალიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ერთმანეთს გამსწავლობთ. თუნდაც ვინც მოყვება, არ მოყვება, არა, ყველა ერთმანეთს ვსწავლობთ. ყველასგან რაღაც მაგალითს იღებ, რაღაც ესე ჩვენი ტრანსფორმაცია. ზოგი დადებით მაგალითს გაძლევს, ზოგი უარყოფით. თუნდაც როგორ არ გააკეთო, ან გააკეთო, ან რაღაცა. ანუ ერთმანეთს ავსებს, ვეხმარებით. ახლა სადღაც ერთი აურა და ენერგეტიკა იქნება. აი ამ მოძრაობის. აი ამ ქაოსში, ესა ქაოსი, სტრესი, დამოკიდებულება და ტკივილი. და თუ აი მიმართული მოძრაობა წარმოიქმნა,
ქაოსი ჰარმონიის პოვნა. უკვე ჰარმონია მოდის, უკვე დენი ნახე შოქი გვაქვს. ახლა ფიზიკითაც ახლა დენი არის ელექტრონების მიმართული მოძრაობა, ესახსნიან, ხო? თორე ქაოსი ყველაფერშია, აქაც ქაოსია მემაში. მაგრამ თუ თითდავადებ დენს არ მერტყმს. მაგრამ თუ ელექტრონის მოწესრიგებულ მიმართულებას მივცემ, დენს დამარტყმს. ერთ სიტყვით უფრო მარტივი დაკასაგები რომ იყოს. ქაოსის მოწესრიგება და ისა მოწესრიგებული მდგომარეობა ერთგვარი. კი ბატონო, და ჰარმონია არის ის, რომ ადამიანის ფიქრები, ადამიანის ემოციები, ადამიანის სურვილები და ქმედებები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში და მთავარი მესიჯი, რაც შეიძლება კიდევ გავატანოთ ადამიანებს, არის ის, რომ ფსკერი შეიძლება იყოს სერიოზული ტრანსფორმაციის საწყისი ნაწილი და პირიქით ფსკერმა შეიძლება გაპოვნინოთ საკუთარი თავი და ჰარმონიისკენ წაგეყვანოთ და რას ეტყოდით ადამიანს, ეხლა დასასრულისკენ რო წავიდეთ, რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც შეიძლება ახლა რაღაცნაირად ვერ ბედავს და ურწმუნოებაშია და არ სჯერა, რომ შეიძლება გამოიყვანოს თავისი თავი ამ მდგომარეობიდან. ხო, აი ვერ ბედავს, გაბედოს. გამბედაობაც ერთგვარი პრინციპია, ხო? არის აღარ ჯონსაღი, არა ჯონსაღი პრინციპი. გამბედაობა გამოიყენოს, აღიაროს. აღიაროს თავის მდგომარეობა, გამბედაობა, დახმარება ითხოვოს. ხშირად უჭირ დახმარების თხოვნა ესეც ისა ერთგვარი, რომ ისევ აი წრეი და იმედგაცრუების ეშინიათ, ხო, ნეგატიური გამოცდილებები აქვს. გაბედოს, აღიაროს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, გამოყვეს პროცესს და დანარჩენი სამყაროს მიანდოს და ყველაფერი როგორც საჭიროა ისე იქნება. სინამდვილეში არის როგორც საჭიროა ისე. რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ჰარმონიაში მოვამებიდან და დანარჩენზე ყველაფერზე თვითონ გაიცემა პასუხი, თვითონ გაცემს. უღრმესი მადლობა ბატონო ნუგზარ, ძალიან საინტერესოდ ვიმოგზაურე თქვენთან ერთად მეც და მადლობა მოწვევისთვის, მეც საინტერესოდ ვიმოგზაურე თქვენთან. მადლობა სტუმრობისთვის და გვიყურეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და მოიწერეთ მესიჯებში რა თემებზე გინდათ ვისაუბროთ შემდეგ სესიებზე.